მამა ჩემის მაგერად გული მემტკივა. რატო გტკივა გული? როცა სხვა ბავშვების მონიკვებს ხედა გული მტკივა ხოლმე, რომ მამა ჩემი ასეთ გუმარებაში. ძალიან დიდი უსამართლობაა ეს. ნიკოლოზის და ანდრიას მამა სიკვდილთან ბრძოლაში მარცხდება. ბავშვები კი ამას საკუთარი თვალით უყურებენ. ამაზე მეტი საშინელება ნუ თუ არსებობს რამე. პატარა ნიკოლოზი ცხარე-ცრემლებით ტირის, რადგან მისი მძიმე დავადმყოფი მამა კლინიკიდან სახლში მხოლოდ იმის გამო წამოიყვანეს, რომ ოჯახი ფულს ვეღარ იხდიდა. ღმერთო, ეს ხომ ნამდვილი უბედურებაა. ორი შვილის მამას 59 წლის გურამს ღვიძლის ცეროზი დაუდგინდა. მუცელი მთლიანად წყლით აქვს სავსე და საბრალოკას ლოგინში განძრევაც კი არ შეუძლია. შეხედეთ, როგორ ტირის საბრალო კაცი, ჯოჯოხეთურ ტკივილებს ვეღარ უძლებს. გურამ სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა ანგელოზები დაობლდებიან. ღმერთო, გემუდარები, მამიკუ არ გაატანო სიკვდილს. სწორედ ამ სიტყვებს ევედრება პატარა ნიკოლოზი უფალს და ყოველ დღე საათობით დგას ბავშვი ხატებთან. ეს კი გურამის მოხუცი დედაა. შეხედეთ, საბრალო ქალ სისხლის სრემლებისთვის თვალებიდან. წამიერად წარმოიდგინეთ რა ხდებოდა მოხუცის გულში, როცა კლინიკიდან სახლში მოჰყავდა მომაკვდავი შვილი მხოლოდ იმის გამო, რომ საავადმყოფოს ხარჯებს ვერ იხდიდა. ჩვენო მეგობრებო, სამწუხაროდ გურამის გადარჩენა შეუძლებელია ღვიძლის გადანერგვის გარეშე. მე უკვე ყველანაირი სახსარი ამოწურული მაქვს, არანაირი საშუალება და არაფერი არ შემიძლია, არაფერი არ გამაჩნია უკვე. ერთი თავი წამალიც რო ვიყიდო, ისიც არ გამაჩნია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.